სამედიცინო აქციაზე ყველაზე დიდი მოთხოვნა პედიატრიულ მომსახურებაზე იყო. პაციენტები მარტყოფის გამგეობის შენობაში ძირითადად ზოგადი გამოკვლევების მიზნით მივიდნენ. ზოგიერთი მათგანისთვის კი ეს წლების შემდეგ პირველი სამედიცინო გამოკვლევა იყო. 17 წელი არ ჩამიტარებდა გამოკვლევა. მე შვილები მომიკლეს 25 წლის ბიჭი და იმის მერე აღარ უყოფილ ვარ ექიმთან. ახლა ჩავიტარე გენეკოლოგიური კარდიოლოგიური და ახლა მივდივარ თერაპევტთან. ანალიზებიც ავიღე. ძალიან უღრმესი დიდი მადლობა. მე ვიყავი ეხოსკოპიაზე მოსული. ჩამიტარდა ეხო, უმაღლესი ძალიან. ბავშვიც გავასინჯეთ. გაციებული იყო, მიმყავდა ექიმთან, მაგრამ რახამც გავიგე რომ აქცია იყო, აქ შემოვტრიალდი, გასასინჯათ. რა ვიცი, კმაყოფილი ვჩანვარ ჯერჯერობით. დაგვინიშნა წამლები. ძალიან მომრავლდა მწვავე რესპირატორული ინფექციები ამინდის თვალებადობასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ენტეროვირუსები ძალიან ბევრია და მოდიან უმეტესად რაც მე ბავშვები გავსინჯე, დიდი პროცენტი იყო ანგინები, ანუ ტონზილები გადიდებული და ჩვენ გვაქვს სპეციალური პრეპარატები, ანტიბიოტიკები ჩამოტანილი, ვასაჩუქრებთ ჩვენ პატარა ბავშვებს. გარდამდის რაიონული საავადმყოფოსა და თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ერთობლივი უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მრავალპროფილიანი სამედიცინო დახმარება 100-მდე სოციალურად დაუცველმა ოჯახმა მიიღო. ეს პროგრამა სწორედ ამ კატეგორიის მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი და ის გარდაბნის რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელობის ინიციატივით ხორციელდება. დღეს უკვე გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოსთან ერთად უკვე თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფო ატარებს ჰუმანიტარულ აქციას, რომელიც ეძღება სოციალურად დაუცველ ფენას, მოსახლეობას, მათ შორის პატარა ბავშვებს, როდესაც გადაეცემათ მედიკამენტები და ტანსაცმელი უფასოდ და უსასყიდლოდ. მარტყოფის გამგეობის შენობაში ეკოსკოპისტის, კარდიოლოგის, თერაპევტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის, პედიატრისა და სხვა პროფილის მედიკოსებისთვის ოთახები ერთი დღით გამოიყო. მსგავსი რიგით 22 აქცია ქვემო ქართლის სხვადასხვა რაიონში სწორედ ამდენ ხანს გრძელდება და იგი თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურებას მოიცავს. ექიმები ყავს მოწვეული, გინეკოლოგები, პედიატრები, თერაპევტები, კარდიოლოგები, თერაპევტები და ყველანაირი გამოკვლევა ლაბორატორია, რაც არის მოსახერხებელი და შესაძლებელი ამ შემთხვევაში ამ პაციენტებაში. კუნალობა და დანიშნულება ყველაფერი მიეცემა პაციენტებს აუცილებლად. აქცია ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას სამინისტროს წარმომადგენელი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე და რაიონის ხელმძღვანელობა გაეცნო. ასეთი აქციები რაც უფრო ხშირი იქნება, მოსახლეობა უფრო მეტ მრავალპროფილიან სამედიცინო დახმარებას, დიაგნოსტიკურ დახმარებას მიიღებს, ეს ეხება უფრო სოფლის მოსახლეობას. ასეთი აქციები თვეში 1 ან 2 აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყველა რეგიონში და მივესალმები რა თქმა უნდა იმ ინიციატივას, რომელიც გამოიჩინა ამ საავადმყოფოებმა. ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილია სოციალურად გაჭირებული მოქალაქეების გამოკვლევა, რისთვისაც მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გარდაბნის რაიონულ საავადმყოფოს ექიმებს, ქალაქ თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს. ასეთი აქციები ხშირად ტარდება ჩვენს რეგიონში და მომავალშიც გაგრძელდება. ეს არის აქცია იმ გაჭირებული ბავშვებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ისვლას და იმ სამედიცინო კვლევების გავლას. და თვითონ ეს საჩუქრებიც ამ ეკონომიურად გაჭირებული ბავშვებისთვის არის გამიზნული. უფასო გამოკვლევები დღეს თითქმის დღის ბოლომდე გაგრძელდა. მსგავს სამედიცინო მომსახურებას სამომავლოდ წალკის მოსახლეობა მიიღებს.